ბავშვობა სულ პერიოდში იყო ომი იყო მეორე მსოფლიო ომი მაგრამ სულელები ბევრი მქონდა და ფიქრობდი რომ აი სოფლის მეორე ომის მუშაკი გამოვიდოდი ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი ხანდახან მიტაცებდა მედიცინა ვაგროვებდი რეცეპტებს ხალხური მედიცინის დარგში და მინდოდა ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყავი რიგითი ადამიანი და ეს იყო ჩემი ოცნება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. იზრდებოდა რუსულის მასწავლებლის ოჯახში. ზაფხულს სტეფანწმინდაში ატარებდა. დღეს ნო კავშირია წინაპრებთან. ასეთი გადმოცემა რომ ამ ხეობაზე ჩამოიარა ვახტანგ გორგასალმა თავისი დის დასახსნელად რომელიც მოიტაცეს ოსებმა და აქ იყო ჩვენი წინაპარის სნო მას ყავდა შვილი ხუდუშა და ვახტანგ გორგასალი გახდა მათლია უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე წამწანდა იქ და მე ვახვდი თან ეს კონფერენცია შედგა ერთ-ერთ დიდ დარბაზში, პრაღის დიდ დარბაზში და სანამ დაიწყებოდა სხდომები მე დავინახე დიდი ორღანი და მივედი და იქ შევასრულე პირველად წმინდა ღმერთო და უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე უცბად მიხვდა რომ ეს იყო ქართული გალობა და იყო წმინდა ღმერთო და დაიწყო გალობა. ესე დაიწყო მისი შესრულება. და მიყვარს შემკობა თამარ მეფის ძირფასი თვალმარგალიტებით შემკობა და მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული და პატრიოტიზმი. ხატვა ამასთან ერთად სულიერი დასვენებაც არის. მე ვფიქრობ რომ ყოველი ადამიანი უნდა ხატავდეს და სულიერად ისვენებდეს. ყველას შეუძლია. ზოგი ამბობს რომ აი ნიჭი არა მაქვს და შემდეგ სინამდვილეში ყოველ ადამიანს აქვს ნიჭი
ისი